მოციქულებრო მამათა სწავლანი, კლიმენტი რომაელი, პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, თავი მეხუთე, შური მოციქულთა მიმართ. მაგრამ მივანებოთ თავი ძველ მაგალითებს, გადავიდეთ უახლოეს მოასპარეზეებზე, ავიღოთ ჩვენი თაობის შთამბეჭდავი მაგალითები. შურისა და ცილობის გამო იდევნებოდნენ და სიკვდილამდე ასპარეზობდნენ ყველაზე დიდი და ყველაზე მართალი ეკლესიის ბურჯები. წარმოვიდგინოთ ჩვენს თვალწინ სახიერი მოციქულები. პეტრე, რომელმაც უსამართლო შურის გამო არაერთი ან ორი, არამედ მრავალი ტანჯვა დაითმინა და ამგვარად მოწამეობის შემდეგ გაემართა მისთვის განკუთვნილი დიდების ადგილისაკენ. პავლემ მის მიმართ შურისა და მტრობის გამო მოთმინების ჯილდო მიიღო. მან ბორკილების 7 გზის ატარა, იყო დევნილი, ქვით ჩაქოლილი. მანვე მქადაგებელმა აღმოსავლეთსა და დასავლეთში თავისი რწმენის გამო უზარმაზარი დიდება მოიხვეჭა. იგი მთელ მსოფლიოს ასწავლიდა სიმართლეს, მივიდა დასავლეთის საზღვრამდე და მოწამეობა მიიღო მთავართა წინაშე, რის შემდეგაც დატოვა საწურთო და წმინდა ადგილისაკენ გაემართა. იგი მოთმინების უდიდესი ნიმუშად იქცა.